ევროკომისიამ ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AliExpress 550 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ევროკომისია კომპანიას საკუთარ პლატფორმაზე სახიფათო და ყალბი პროდუქციის გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი ზომების არ მიღებაში ადანაშაულებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თომას რეგნიეს განცხადებით, კომპანიის ინფორმაციითვე გასულ წელს AliExpress-მა ევროპელ მომხმარებელს დაახლოებით 15 მილიონი უკანონო პროდუქტი შესთავაზა. ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დაჭარბდა. AliExpress-მა ვერ შეაფასა და ვერ შეამცირა ის რისკები, რომლებიც მის ონლაინ პლატფორმაზე უკანონო პროდუქციის შეთავაზებას უკავშირდება. მაგალითისთვის, თავად კომპანიამ განაცხადა, რომ გასულ წელს ევროკავშირის მომხმარებლებს თითქმის 15 მილიონი უკანონო პროდუქტი შესთავაზეს. ძირითადად საუბარია სახიფათო და ყალბ-პროდუქტებზე, როგორიცაა კოსმეტიკა, სათამაშოები, დასაცმელი და სხვა ელექტრონული მოწყობილობა. AliExpress ევროკავშირში 193 მილიონი მომხმარებელი ყავს. შესაბამისად, კომპანიისთვის ევროკავშირის ბაზარი ყველაზე დიდია. თუ ჩვენს ბაზარზე წვდომა მაქვს, თქვენი სერვისები უსაფრთხო უნდა იყოს. თქვენ უნდა შეაფასოთ რისკები და ეფექტიანად შეამციროთ ისინი. AliExpress 20 ოქტომბრამდე აქვს ვადა, რათა ევროკომისიას სამოქალაქო გეგმა წარუდგინოს და ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნებს სრულად დაემორჩილოს. ევროკომისიის ჯარიმა ეხება კომპანიის საქმიანობას 2025 წლის ივნისამდე. სწორედ გასული წლის ივნისში გამოაქვეყნა ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა, სადაც AliExpress-ის მხრიდან ციფრული სერვისების აქტის დარღვევებზე იყო საუბარი. აქტის მიზანია უზრუნველყოს ინტერნეტ მომხმარებლების უსაფრთხოება და შეაჩეროს მომხმარებლებისთვის მავნე კონტენტის გავრცელება. 2025 წელსვე AliExpress-მა აიღო ვალდებულება, რომ საკუთარ სისტემებს გააუმჯობესებდა. თუმცა ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ კომპანია ამისთვის საკმარისნაბი ჯებს არ დგამს. მედია საშუალება Associated Press-ისთვის მიცემულ ოფიციალურ განცხადებაში AliExpress-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ციფრული სერვისების აქტის ამოქმედების შემდეგ ისინი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულ ირჩებიან. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ჯარიმა არაპროპორციულია და ის ახლად დანერგილ გაუმჯობესებულ სისტემას სათანადოდ არ ასახავს.